ძალიან მოდური ყოფილა ეგრეთ წოდებული გენდერ ფართები, ანუ ბავშვის სქესის გაგების ცერემონია. ნაყოფის რა ესე ვთქვათ, ჯერ კიდევ ორსული ქალის. და მაგას წესით სქესის დადგენა ქვია ჯერ, იმიტომ რომ გენდერი სოციალური კონსტრუქციაა და სქესი არის ბიოლოგიური. მაგრამ თან სულ მიკვირს, რომ რატომ არის ბავშვის სქესი ასეთი მნიშვნელოვანი მშობლებისთვის. რა უცილებელია ჯერ სანამ დაბადებული ბავშვი არ არის, რა სასწრაფოა რომ ეს ვიცოდეთ. რომ წარმოვიდგინოთ თეთრი კაბით გამოვა ქორწილში თუ შავი კოსტუმით თუ რისთვის, მშობელი ალბათ ხატავს სხვადასხვა სურათს თავის წარმოდგენაში. და ალბათ ამისთვის მეტი სხვა არ ვიცი, მაგრამ მე ვიფიქრე, რომ ქალისთვის განსაკუთრებით, დედისთვის ორსულობა საკმაოდ მძიმე პროცესია. ბევრი ბარიერის და პრობლემის გადალახვა უწევს ამ დროს ქალს და ასე მაინც ცდილობენ ხოლმე რომ გაიხალისონ ეს პროცესი და ერთგვარად დააჯილდოონ საკუთარი თავი, რომ ზეიმისთვის ჰქონდეთ გარკვეული მიზეზი და რაღაც აღსანიშნი, მისი აღნიშვნაც იქნება შესაძლებელი.